იმაში რა პარადიგმებში ტრიალებს დღევანდელი წარმოდგენები ჩვენი, ხო? ახლა რომ ჩამოვხლავთ დღევანდელ პარადიგმას, მიხვდებით, რომ ეს არის ის, რითაც თქვენ უყურებთ იმას, მსოფლიო პოლიტიკას რა. ანუ ესეთი პარადიგმა არის, რომ არსებობს მემარცხენეობა, მემარჯვენეობა, არსებობს კაპიტალიზმის ორიენტაცია, სოციალიზმის ორიენტაცია, არსებობს ინდივიდების ორიენტაცია იმაზე, ესე იგი ჯგუფებზე ორიენტაცია, როგორც რაც არის სოციალიზმიდან უკვე თანამედროვე ლიბერალიზმი. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის ისა სიმულაციებია. ეს სიამოვნებაში არ მუშაობს. ეს არის იმისათვის, რომ თქვენ დაგაბნიონ და დაგიყვანონ სულ სხვა მიმართულებით, ვიდრე და დაგაბნიონ და აგაცილონ მეტნაკლებად რეალური ხედვა რა. იმიტომ აი რატო აი მაგალითად ახლა მე ძალიან მარტივ რაღაცებს გეტყვით რა. რის საფუძველზე თქვენ უკვე აი ამ დაპირისპირებაში და ამ დიქოტომიაში ეჭვებს შეიტანთ. აი მაგალითად ხო? ძალიან ცნობილი დაპირისპირება მემარცხენეობა, მემარჯვენეობა. ისტორიულად ამის ესე იგი აი ამ დაპირისპირების იმაზე სიდუხჭირეზე ის მეტყველებს, აი მაგალითად რა იყო ისა, ხო? რა არის ფაშიზმი, ხო? ვიკიპედია რო გახსნათ, წერია რომ ფაშიზმი არის რადიკალური მემარჯვენე მიმდინარეობა. ნუ ატყუილია რა, არანაირი რადიკალური ეს არის რადიკალური მემარცხენე მიმდინარეობა, იმიტომ რომ ფაშიზმის მეორე სახელი არის ნაციონალ-სოციალიზმი და ესე იგი ფაშისტების ჰიტლერი იქნება, მუსოლინი იქნება, თუ იქნება, ფაშისტების თავი იდეა ის იყო, რომ ჯგუფის ინტერესები ყოფილიყო მაღლა ინდივიდის ინტერესები. ნუ ასევე ეკონომიკაც ძალიან პოპულარული იყო იმ დროს ეს ისა დაგეგმადი და გეგმური ეკონომიკა და ფაშიზმი იყო მთლიანად ესე იგი ეს სოციალისტური. დღეს ამას გეუბნებათ, მე ამას გატყუებდი. ეს არანაირი დაპირისპირება ამ შემთხვევაში მემარჯვენეთა და მემარცხენეების შორის არ იყო. მეცაც გეტყვით, ესა ისტორიულად რუზველტი იყო ძალიან მემარცხენე, ანუ ამერიკის იმ დროის პრეზიდენტი, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა და სანამ ამერიკა ჩაერთებოდა მეორე მსოფლიო ომში, ბევრი ციტატაა ცნობილი, რუსეთს როგორ მოწოდა ჰიტლერის გეგმური ეკონომიკა. გიждდებოდა ესე მოწოდა რა. მეორე ამბავი იყო თანამედროვე, ესე იგი მემარცხენეების წინააღმდეგ, ხო? ისრაელი და პალესტინა. ერთი მხრივ გვაქვს ვითარება, როდესაც ისინი მემარცხენეები, ანუ ჯგუფის უფლებების დამცველები ამბობენ პალესტინ და ესე იგი from the river to the sea და ასე შემდეგ და ესენი არის მემარცხენეები. მეორე მხრივ ჩვენ ყველა ვიცით, შეიძლება ეს ვიღაცებმა დაივიწყოს, მაგრამ ჩვენ ყველა ვიცით, რომ ისტორიულად ისრაელი არის მემარცხენე სახელმწიფო. ძალიან თავდაპირველად რა. ანუ გოლდა მეირის მემარცხენე იყო, ყველა ვინც იქ იყო და დღევანდელი ნათანხმებთან, ესენი ყველა არიან მემარცხენეები. ანუ ეს დიქოტომია არ მუშაობს სოფლიო პოლიტიკის აღსტაში. არანაირად არ მუშაობს, იმიტომ რომ აი საერთოდ არ დავწამოხვიდე ხედავითარებებს, როდესაც მაგალითად ამერიკელი რესპუბლიკელები ამობენ მემარცხენე ლოზუნგებს, ამერიკელი დემოკრატები ამობენ მემარჯვენე ლოზუნგებს, უცებ იქ ვიღაცა ესე იგი ავტორიტეტი გამოჩნდება, რომელიც უცებ აღმოჩნდება, რომ მემარცხენეს ამბობს და ამ დროს რესპუბლიკელი და ამავდროულად არ მუშაობს ეს დაყოფა არ მუშაობს და მაგრამ ჩვენ აი ჯიუტად ესე იგი ვაგრძელებთ სოფლიოს აი ამ ნაწილებად, აი ამ ორ ნაწილად დაყოფას და ვამბობთ, რომ ხო აი ესე არა სოფლიო მოწყობილი. ეს არის ბოლო დაყოფა. მანამდე არსებობდა დაყოფები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის ცივილიზაციების ომი, აი ჰატინგტონის ხა გაიგეთ ხო, ყველა ჰატინგტონის თეორია, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ცივილიზაციების შეჯახება და რაღაცა მოხდება და რომ მოხდება ეს იქნება იმის აღმოსავლეთის და დასავლეთის დაჯახება და ასე შემდეგ და ბევრი რაღაცა მოკლედ რა. მაგრამ ყველაზე ისეთი ის არის, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ყველა ეს დაყოფა ცდება. არასოდეს ეს დაყოფა არ ამართლებს მელოდინებს. იმიტომ უცებ აღმოჩნდება, რომ ეს არის პუტინი, რომელიც მაგალითად კაპიტალისტია მთლიანად, ხო, ეს არის სახელმწიფო კაპიტალიზმი, უცებ ესე იგი უპირისპირდება ისეთ სახელმწიფოებს და ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ასევე მის იმაში არიან, ხო, მის წარმოდგენებში არიან. ამ პირიქით, ხო, როდესაც ამბობენ, რომ აი ახლა დემოკრატები, რომლებიც არიან მემარცხენეები, ხო, ნუ ამერიკელი დემოკრატების გულისხმობ შემთხვევაში, ეს ამერიკელი დემოკრატები აკეთებენ რაღაცა გაუგებარ მოქმედებებს, რომელთაც ისინი თითქოს ესე იგი არსებული განაწილებით მეორჯვენებს უწყობენ ხელს, ხო? ნუ მეორჯვენები ამ არსებული განაწილებით არიან იგივე პუტინი, რაღაცა გაწყობით ნათანიაჰუც, ნუ აი ისეთი რა. რო ჩაყვე აღმოჩნდება, რომ არა, სინამდვილეში ესენი ერთ და იგივე იდეოლოგიას იმუშავებიან, ქადაგებენ და ერთ და იგივე მხარეს დგანა. რა ხდება მაშინ? ხო, ეს არის სრული გაუგებრობა, ის არის ახლა მაგალითად 50 წლის წინათ ვინმესთვის რო გეთქვათ, რომ ჰიტლერი მემარჯვენედ აქცინებდნენ,
რო გეთქვათ, რომ რუზველტი მემარცხენეა, კი გეტყოდენ, ესეა ნამდვილად რუზველტი მემარცხენე აბა რა არის? გიждდება ციტატებს მოგიტანდნენ, რომ გიждდება ეს რუზველტი სტალინზე და ჰიტლერზე და აბა მემარცხენეა, აბა რა ჯანდაბაა. ესე იგი, რო გეთქვათ, რომ ცოტა ხნის წინათ რო გეთქვათ, რომ ესე იგი კისინჯერი მემარცხენეა, არ დაგიჯერებდნენ და რასაო მაგარი წიგნი დაწერა და მე კარგად თუ წაკითხო ეს წიგნი, აღმოჩნდება, რომ კისინჯერი მართლა მემარცხენეა, იმიტომ რომ რაღაცა ისეთ იდეებს უჭერს ხარს, რომელიც აი მემარცხენე ხალხს მემარცხენე ისინი, ვინც თავისთავად მემარცხენეს უწოდებენ, იმათ ამართლებს, ხო და იმათ ხარეს თამაშობს, ხო, იგივე ეს ინტერესების გათვალისწინება და შენ. ანუ სრულ სუმბურია ამაში რა. ანუ მე ამას რატო ვლაპარაკობ, რომ იმისაც რომ გავარკვეთ საქართველოს სად არის მსოფლიო პოლიტიკაში, უნდა გავარკვეთ მსოფლიო პოლიტიკაში სინამდვილეში რა უპირისპირდება ერთმანეთს და არა ის ესე იგი სიმულაციური წარმონაქმნები, რომლებიც ჩვენ ვიცით, ანუ როგორც გვასწავლენ უნივერსიტეტებში, გვეუბნებიან, რომ ეს არის ცივილიზაციათა დაპირისპირება, რანაირად არის ცივილიზაციათა დაპირისპირება, რომ ორივე მხარე ტანკებით იბრძვის, ხო? აი იაპონიაში იმისი იმპერატორების ეპოქის სამურაების ეპოქის დასასრულში ეს იყო მართლა ცივილიზაციების დაპირისპირება, როდესაც იმას ინგლისურ ჩაშხანებს, ესე იგი სამურაები ხვლებით შეებრძოლნენ. კი ეს იყო მართლა რა. მაგრამ რაღაცა ცივილიზაციის დაპირისპირება, როცა ორივე მხარე იყენებს იმას დასავლურ ცივილიზაციას, ხო? იქნება ეს ტანკები, იქნება ეს სატელიტები, იქნება ეს რა ვიცი, ბალისტიკური რაკეტები და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე უფრო საინტერესო, რომ ესე იგი დრას ყველაზე უფრო ისეთია ცხადია. ანუ ერთი ხნით ჩვენ ვამოვთ, რომ ეს არის ცივილიზაციების დაპირისპირება, ну, რამდენად სრულელურია რუსული ცივილიზაცია, რამდენად არსებობს ეს სხვა ამბავი, მაგრამ უცებ ხედავთ, რომ ეს ცივილიზაციები ერთმანეთთან იბრძვენ ერთდაიგივე იარაღით. ზოგი უფრო კარგით, ზოგი უფრო ცუდით, მაგრამ ну ეს იარაღი არის ერთდაიგივე, ეს არ არის სამურაის מחვილი versus ინგლისური შაშხანა რა, ეს არის ტანკი versus ტანკი, ეს არის ბალისტიკური რაკეტა versus ბალისტიკური რაკეტა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს გავართილებული არანაირი ცივილიზაციების დაპირისპირება ეს არ არის. ნახოთ ახლა არის თორე კულტურების დაპირისპირება, ხო? ასევე ძალიან საეჭვოა ეს კულტურების დაპირისპირება, იმიტომ რომ ესე იგი ყველა ეს ადამიანი, რომელიც არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს სარგებლობს იმითი დასავლური ცივილიზაციის მიღწევებით, რომელიც სულაც არ არის დასავლური, ესე იგი ძალიან დიდ გაფართოებაში და შეიძლება იყოს აღმოსავლური იმის ნაწილი, აღმოსავლური კულტურის ნაწილი, ისინი სარგებლობენ, წარმოდგენებით სარგებლობენ, ხო? აი მაგალითად, ყველაზე უფრო ის არის, ხო? ყველაზე უფრო რაც საქართველოშიც არის, ყველაზე უფრო გავრცელებული დაპირისპირება არის მაგენი არიან გეები, ხო? რასაც ამბობენ ჩვეულებრივად, ხო? ისინი არიან გეები და ჩვენ ამიტომ არ გვინდა გეობა და არ გვინდა ხო ესე კაცების გათხოვება, ხო? ამასთან თქო ერთ-ერთი მოგდელობა, ხო? მაგრამ მეორე მხრივ ახლა რო ჩახედო, ხო, ესე იგი ეს ისა აღმოჩნდება რომ ეს არის ყალბი დაპირისპირება, იმიტომ რომ ეს გეობა არის ორივე როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური კულტურის ნაწილი, ხო? თვითონ აიბნენ ისინი თავის არგუმენტებში, რაღაცა კომიკური დიალოგების კი ვრცელდება, როდესაც ეს რაღაცა ქართული ოცნების ისინი რაღაც იდეოლოგია ამობენ რომ კაცო რას ამბობთ, თუ ნამდვილი გეები ჩვენ ვიყავით თუ ვიყავით. ნუ დაასაცილო რაღაცა, მაგრამ ეს მიუთითებს იმას, რომ ეს არგუმენტები აღარ მუშაობს. აღარ მუშაობს და არსად აღარ მუშაობს უბრალოდ, იმიტომ რომ ყველა ნიშანი არის ორივე მხარეს რა. ანუ მათ შორის გეობაც, მათ შორის ისიც ხო, აი ესა ძალიან ცნობილი ის არის. ყველას ურჩევთ წაიკითხოს ისა ოლეგ პანფილოვის თქონებული ოლეგ პანფილოვის გამოკვლევა კინტოებზე, სადაც ის ძალიან კარგად იმუშავა. ადევნებს ამ აღმოსავლური კინტოების სუბკულტურის აღმოსავლური წარმოშობის იმას. ინტერნეტში იძებნება ძალიან კარგი წიგნია და მიშა ანთაძის თარგმნილია ძალიან ისეთი, კაი კარგი ტექსტია რა. ხო და ანუ გამოსწრო არანაირი კულტურული დაპირისპირებაც არ არის, თუ ეს კულტურული დაპირისპირება არ გავა რაღაცა გაურკვეველ ჩასაცმელზე, ხო? საბოლოო ჯამში ხო, ესე იგი, როდესაც ამბობ, რომ ეს არის რაღაცა თავსაბურავების კონფლიქტი, ეგეც არ არის, იმიტომ რომ ასევე ინტერნეტში ადვილად შეგიძლიათ მონახოთ, როგორ ეცვათ ტაჯიკებს, როგორ ეცვათ ირანელებს, როგორ ეცვათ, რა ვიცი, ყირგიზებს რაღაც სულაც 150 წლის წინ დღეს როგორ აცვიათ. ხო, სინამდვილეში გამოდის, რომ ეს არის რაღაცა იდეოლოგიური კონსტრუქტი, რომელიც ასევე იყო ძალიან ისეთი, ძალიან დასავლური იყო, იმიტომ რომ ყველასათვის ცნობილია, ყოველ შემთხვევაში კვლევარებისათვის, რომ აი მაგალითად ესე იგი ტერორისტული ასაცინების კულტურა გაჩნდა როგორც რეაქცია შუა საუკუნეების ჯვაროსნების მოქმედებაზე. ანუ არ იყო ეს ტერორისტული ასაცინების კულტურა, ის გაჩნდა იმ ცუდ ქცევებზე, რაც ჯვაროსნებმა ჩაიდინეს იმისი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს აღებისას. ანუ ეს იყო რა, ეს ასაცინების სახელმწიფო მაგითო გაჩნდა რა. და ძირითადად ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება, ხო, ეს ტერორიზმი და კაუნტერტერორიზმი არის დაკავშირებული მაინც იმ შუა საუკუნეების იმასთან, ფორმულებთან, რომელიც აღმოსავლეთის ხალხებმა გამომიმუშავეს ჯვაროსნების მოქმედების საწინააღმდეგოდ. და ყველაფერი დანარჩენი, ხო, ესე იგი ჯვაროსნების ისინი
ექსპედიციები, რომელსაც ჯერ ვენეცია დაარბიეს და მერე წავიდნენ და იერუსალიმი აიღეს, ეს ყველაფერი შეგიძლიათ დაგულოთ და ნახოთ რა. ეს წინააღმდეგობები არ არსებობს სინამდვილეში, ეს წინააღმდეგობები არის მოგონილი იმისათვის, რომ რაღაცა უფრო დაფარული და უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა ისქნათ რა. ვერ დავინახოთ. და რა არის სინამდვილეში ახლა ეს რა არის გადავალ საქართველოს რა თქმა უნდა, მალე რისი ვერ დანახვაც არის ისა ამოცანა ესეთი დაპირისპირებების, ეს არის ტყუილი დაპირისპირებები სინამდვილეში. აი ახლა თუ კი გაადევნებთ იმას ერთ წუთით დაანებებთ თავს ამ დაპირისპირებებს, აი ამ დიქოტომიებს, როგორც არის ეს აღმოსავლეთი დასავლეთი მართლმადიდებლობა, კათოლიკობა, აღმოსავლური კულტურა, დასავლური კულტურა, სექსუალური თავისუფლება, არასექსუალური ისა შეზღუდვები ძალიან აშკარად ნახავთ, რომ ესე იგი აღმოსავლური უბრალოდ ჩაანაცვლოთ იმითი კორუფციით, ყველაფერი გასაგები გახდება. ანუ აი უბრალოდ ხო პუტინის ადგილას, ხო პუტინი ამას რომ ის იცავს მართლმადიდებლობას, ხო? ან რაღაცა გაფართოებაზე იცავს ისლამს, ხო? ან იგივე ან ისა ასადი, ხო, რომელიც კარგად იყო ჩამჯდარი, ხო, მთელი ეს წლები და როგორც იქნა სირია მისგან განთავისუფლდა, ხო, ამბობდა რომ ის იცავს რაღაცა იმას, რა, რაღაცა ტრადიციებს, რაღაცა საკეთებს, რაღაცას იმას. საბოლოო ჯამში რა ირკვევა, ხო? იგივე თუნდაც სადამ ჰუსეინი, ხო, რომელიც ესე იგი იმას იცავდა რევოლუციური იდეებს იცავდა, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ესე იქონდა ისინი, ხო? ოქროს უნიტაზები ქონდა იმას სასახლეში. იგივე თუნდაც ირანის ლიდერები, ხო? საბოლოო ჯამში ძალიან ესე იგი რო იმას ქნა, რომ ჩაუყვე, აღმოჩნდება, რომ მთელი ყველაფერი არის ფული, ხო? ყველაფერი არის ფული, ყველაფერი არის ნავთობი და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ფული გამომუშავო. იგივე თუნდაც ბიძინა ივანიშვილი, ხო? რას აკეთებს დღეს, ხო? ბიძინა ივანიშვილი და მისი ხალხი ისინი ამბობენ, რომ ისინი იცავენ ქართულ კულტურას, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ვაჟკაცებს, ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში როცა კარგად გახება, აღმოჩნდება, რომ ეს არის ფული. ეს არის ფული, ძალიან დიდი ფული, ну მეტნაკლებად, ხო? ну დავუშვათ, ну დინარეზეს მეტი, ყოლახიძის ნაკლები, იმას მე როგორც არის, მოკლედ როგორც ეს ფული ნაწილდება, მაგრამ ყველაფერი არის ფული საბოლოო ჯამში რა. იგივე ესე იგი რომ იმას ქნათ, რომ განიხილოთ და რომ წარმოვიდგინოთ, ესე იგი რა ისინი, რა რეალური ბრალდებები არის მაგალითად იმის წინააღმდეგ, ხო? ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, როდესაც მას მიშვილს აბრალებენ. დიდი ფულის აღებას, უკრაინა გეითებში მონაწილეობას, ჩინეთიდან ფულის აღებას, ახლა ჩინეთიდან ფულის აღება არაფერი დასამტკიცებელი არ არის, იმიტომ რომ პენსილვანიის უნივერსიტეტმა სხვა შორის რომელმაც გამოაგდო ამასიან ღარიბაშვილის შვილი, როგორც ამბობენ, პენსილვანიის უნივერსიტეტმა, ესე იგი, რამდენიმე მილიონი მიიღო ჩინეთისგან იმისათვის, რომ გაეხსნა ბაიდენის ცენტრი. როდესაც ბაიდენი აღარ იყო ესა ვიცე-პრეზიდენტი და ბაიდენის ქონება დაახლოებით 250,000-დან სანამ პრეზიდენტი გახდებოდა გაიზარდა სადღაც 10 მილიონამდე. ну, ასე შემდეგ რა. ეს ფაქტები არის, რომ ეს ფაქტები არის იმის მიღმა, რასაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის დაპირისპირება აღმოსავლეთის და დასავლეთის, ეს არის კულტურების, არანაირი კულტურების დაპირისპირება სინამდვილეში არ არსებობს. რა არსებობს? და ახლა რას უპირისპირდება ეს მოდი მოვყვეთ რა. ცოტა დიდი ხნის ისტორიაა ეს სინამდვილეში და ეს ისტორია იწყება პირველი მსოფლიო ომიდან და უდროებით ფონიდან, რომელიც არის დაუმსახურებლად, ესე იგი, არ დაფასებული პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების. ახლა რა მოხდა? აი, რომელიმე იცით ვინ გაიმარჯვა პირველ მსოფლიო ომში? ვინც მისმენთ? აი ხო იცით პირველ მსოფლიო ომი რაც იყო, ხო? აი ყველა იბრძოდა რაღაცა ბახაბუხი იყო, საქართველოში შემოდიოდნენ, გადიოდნენ, ყველა 1000 იყო, ხო? თრუპს, ანუ 1000 ყველა ევროპის ყველა ქვეყნის ჯარი იყო აქ და ხო და აი მარტივი კითხვა, ვინ გაიმარჯვა პირველ მსოფლიო ომში? ვინ ამიცის? ამაზე პასუხი დღეს ჩვენ ისტორიის სახელმწიფოებიდან არ აგვაქვს. სინამდვილეში პირველ მსოფლიო ომში გაიმარჯვა ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ხო უცნაურია, ხო? ასად არ წაიკითხოთ არავის რა. იმისი მე წაკითხული მაქვს ამერიკის სამხედრო ბაზის ოფიცრების რეკომენდაცია, რასაც უწერენ, რომ თქვენ გერმანიაში განლაგებული ისა იმისი სამხედრო ბაზის ოფიცრების რეკომენდაცია, სადაც State Department-ი უწევს, რომ თქვენ მაგათო არ უთხრათ, რომ პირველ მსოფლიო ომში ჩვენ გავიმარჯვეთ, იმიტომ რომ წინთო. ხო და აი ესე იგი მეორე მსოფლიო ომამდე ეს იყო ძალიან ცნობილი ამბავი და ძალიან გავრცელებული ამბავი, რომ პირველ მსოფლიო ომში გაიმარჯვა ამერიკა. ეს მართლაც ესე იყო, იმიტომ რომ ჩვენ დღეს როგორ ცხოვრობთ და სხვა შორის ისა დიდი წილი იმისა, ესე იგი როგორ ჩვენ ცხოვრობდით აიქამდე რა, სანამ რუსეთის მორიგი ოკუპაცია მოხდებოდა, ეს არის უდროვილსონის დამსახურება, იმიტომ რომ უდროვილსონი ჩამოვიდა კონფერენციაზე და ქონდა რამდენიმე მოთხოვნა და ეს ყველა მოთხოვნა იყო დაკავშირებული თავისუფალ ვაჭრობასთან და პატარა ერების დამოუკიდებლობასთან. ის ამბობდა, რომ
ახალი ერები უნდა გაჩნდნენ, იმპერიები უნდა დაინგრეს და ზღვები უნდა იყოს თავისუფალი ვაჭრობისაგან. ეს სამი ძირითადი მოთხოვნა იყო, რასაც მან მიაღწია, უფრო მეც ვერ მიაღწია, იმიტომ რომ ძალიან დაღალეს რა, თვითონაც ასაკში იყო უკვე და ძალიან დაღალეს იმითი ევროპულმა სახელმწიფოებმა, მაგრამ ძირითადი მიღწევებია ჩვენ რითაც ეხლა თავი მოგვაქვს, ხო, რომ 18 წელში დამოუკიდებლები გავხდით, ვაჭრობა შეგვეძლო რაღაცა პერიოდი იმაზე, ხო? ესე იგი შავი ზღვა იყო მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ძალიან ეს არის უდროულ ზონის მიღწევები. და უფრო დიდი ხო პოლონეთი, უნგრეთი, ყველა სახელმწიფო, რომელმაც მიაღწია დამოუკიდებლობას, ეს იყო უდროულ ზონის დამსახურება. კონკრეტულად იმის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა მოიგო პირველი მსოფლიო ომი. და დაპირისპირება ესეთი იყო თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში წინ დროს, იმიტომ რომ იყო ისევ კორუფციული დოქტრინა, მონროს დოქტრინის სახელით, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ სად და როგორ იქცევა, ჩვენთვის თავარია, ესე იგი ისეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნახევარსფერო იყო ჩვენი გავლენის ქვეშ. ესე ფიქრობდნენ მაშინ ისინი, ძალიან ბევრი პრეზიდენტი ესე ფიქრობდა სამოქალაქო ომის მიუხედავად და აი ეს ამერიკის ცუდი სახელი ჩვენ რო დღეს ვიცით, რომ ეს ამერიკელები შედიან ფეხებზე, იყიდებენ ყველაფერს, რესურსებს ჭამენ, გამოაქვთ ესე იგი სვამენ თავიანთ იმას მართველებს. ეს ყველაფერი არის აი ეს პერიოდი რა, ესე იგი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი, როდესაც ამერიკელები მართლა ესე იქცეოდნენ. ანუ მართლა ესე იქცეოდნენ თელ სამხრეთ ნახევარსფეროში, ამბობდნენ, რომ თქვენ ეუბნებოდნენ ევროპელებს და თქვენ არაფერი უფლება არ გაქვთ აქ შეგურებათ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერი იმას, რაც ჩვენ გვინდა. ესე იყო მართლა რა. მაგრამ ამან რა მოიტანა? ამან მოიტანა ის, რომ ამერიკაში გაჩნდა ესე იგი ზერმენტ პროდუქცია. იმათ ესე იგი აწარმოებს ძალიან ბევრი, მაგრამ ვერაფერი ვერცად ვერ გაყიდეს. ესე მოხდა რა, თქვენ რო იცით ამ იმაზე, ესე იგი ეს დიდი კრიზისი რო დაიწყო ამერიკაში და მთელი ეს ისა მე-20 საუკუნის პირველი ნახევარის უკვე ისის დაძლევა იყო, ხო? იმიტომ რომ იყო overproduction, ანუ ძალიან ბევრს აწარმოებდა, ვერცად ვერ ყიდე. რატო კიდე ვერცად ვერაფერს? იმიტომ რომ ზღვები იყო იმისი, იმპერიების. ანუ მთელი იდეა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ მსოფლიო ომში ჩაბმის და გამარჯვების იყო ის, რომ ზღვები განათავისუფლებიათ, რომ კრიზისები აღარ მოხდა. ანუ და საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რეალურად რა არის ეს დაპირისპირება, რომელსაც დღესაც უყურებთ და რომელსაც დღეს ხედავთ მსოფლიოში, ეს არის დაპირისპირება კორუფციას, გლობალურ კორუფციას და თავისუფალ ვაჭრობას შორის. აი დღეს რასაც ტრამპი აკეთებს და რაპირებს რა და რასაც გუშინ აკეთებდა ბაიდენი და ბაიდენის ადმინისტრაცია, ეს არის ორი თალა დედამიწა ერთმანეთთან. ანუ ბაიდენი რას აკეთებდა, ხო? ესე იგი ცდილობდა რომ მონროს დოქტრინის მიხედვით ემოქმედა, ანუ გაეყო გავლენის სფეროები, იქ ცოტა ფულს აიღებდა, ცოტა რაღაცას გააკეთებდა, მოაწვევდა, ან არაფერს არ გააკეთებდა საერთოდ და ეს არის გავლენის სფეროების გადანაწილება, რომლის მიხედვითაც ამერიკა არის მხოლოდ ფინანსური ბაზარი. მაგრამ ამას მოყვება რა? ამას მოყვება ის, რომ შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ long run, ანუ შორეულ პერსპექტივაში ეს არის დამღუპელი, იმიტომ რომ ყველაფერი ძვირდება, წარმოება ამერიკიდან გადის, ხო? ესე იგი სადღაც ერთი 8 წლის წინა დაიწყეს კინოების გადაღება, სხვა შე ტომ ჰენქსი თამაშობს ერთ-ერთ ძალიან ესეთ საინტერესო ფილმში, საერთოდ ტომ ჰენქსი ის არის ძალიან მოტივირებულია იდეოლოგიურ ფილმებში მიიღოს მონაწილეობა. ეს კაი ტიპია რა, ისე ყველანაირი და ამაში თამაშობს, ხო, არაფერი არ უღირს. მაგრამ ესეთია რა. ანუ თავისუფლების მომხრე კაცია და თამაშობს ფილმში, სადაც ნანახია, რომ როგორ ესე იგი როგორ ამერიკელების სისულელის გამო როგორ წაართვეს ეს production-ის ის შესაძლებლობა იმათ ამერიკელებს ჩინელებმა ისევ ამერიკელების გამო და ამ შემდეგ ეგეთ რაღაცები ხდება ხოლმე რა. ანუ თვითონ სიამოვნებით ხო თან თვითონ ის არის ხო? ის დაანცნობელი ფილმი რო ვილსონ ვარ ანუ ავღანეთის ამბებზე რომ ის პოლიტიკური ფილმია ძალიან ხო ხა იქ ძალიან დიდი სამსახიობო სტატობა არ არის, მაგრამ ასევე პოლიტიკური ფილმი რომელიც ანახებს რომ ერთმა ადამიანმა როგორ შეცვალა ესე იგი ის შუა აღმოსავლეთის ისტორია. ხო და თელ დაპირისპირება შემდგომში არის ეს არის დაპირისპირება გლობალურ კორუფციას, რომელიც ამბობს რომ ჩვენ გავინაწილებთ გავლენის სფეროებს და აქეთ რუსეთი აკეთებს რასაც უნდა და იქით ამერიკა იზამს რასაც უნდა, მაგრამ ეს არის კატასტროფა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს მიიყვანს ინფლაციამდე და ეს მიიღოს კოლაფსამდე. როგორც ეს მოხდა პირველ მსოფლიო ომის პერიოდში და მერე და როგორც ეს მოხდება აუცილებლად თუ არ ჩაერია ვინმე და ეს რაც მოხდა სხვა შორის ხა ტრამპმა რო გაიმარჯვა, ეს იყო ზუსტად ამ დაპირისპირების შედეგი. ანუ იმისი ერთი მხრივ ობამას და მეორე მხრივ ბაიდენის ადმინისტრაციამ აჩვენა რომ კი ვითომ კარგია ესა რა, არც არ ვერევით, კარგად ვართ, ესე იგი ვინაწილებთ იმას გავლენებს და რაღაცებს ვაკეთებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხდება რა, საბოლოო ჯამში ხდება ის რომ ამერიკა მიდის ნელა ეკონომიკური კოლაფსისაკენ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რა ხდება, ეს არის ხდება ის ფინანსური ბაზარი და არა პროდუქციის ბაზარი და საბოლოო ჯამში მოხდება ის როგორც უნდა ჩინეთს. და არა ის როგორც ეს უნდა ამერიკას. რა, ანუ ეს ნიშნავს იმას რომ
გაიზრდება ფასები, სამუშაო ადგილები შემცირდება, რაც იყო პრინციპში ტრამპის საარჩევნო სლოგანები. ხო, იმან რა თქვა, რომ დავაბრუნებ იმას წარმოებას ამერიკაში და რას ნიშნავს წარმოება სინამდვილეში ეს ბევრს გონე იზოლაციონიზმი სინამდვილეში რა. რო ტრამპი რო ამბობს დავაბრუნებ წარმოებას ამერიკაში, ეს იზოლაციონიზმია. რანაირად არის იზოლაციონიზმი, რომ წარმოებას ამერიკაში დაბრუნდა, ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს ბაზარი ამ წარმოებისთვის, ხო? ეხლა ვინმე არავინ ხო არ ფიქრობს სერიოზულად, რომ დეტროიტში რომ მანქანების წარმოებას აბრუნებს, ეს მოხდება იმიტომ, რომ დეტროიტმა თავისი პროდუქცია ამერიკაში გაყიდოს. ეს სისულელეა, ხო? წარმოუდგენელი ამბავია. ან იგივე რო ვილაპარაკა ამასთან ტრამპმა იმაზე, სარეცხი მანქანების იმას წარმოებას ხელი შეუწყო ახლა. არავინ არ ფიქრობს, ხო, რომ ეს ამერიკელები აწარმოებენ სარეცხ მანქანას ყოველ ამერიკისთვის, ხო? სისულელეა ამაზე ფიქრი რა. როგორც მანქანების, ასევე სარეცხი მანქანების და როგორც ყველაფრის წარმოების შემთხვევაში ამერიკაში პროდუქციის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ბაზარი უნდა იყოს მთელი მსოფლიო. როდის იქნება ბაზარი მთელი მსოფლიო? როდესაც მთელ მსოფლიოში იქნება დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი, ხო? ეს ავტომატურად ამას ნიშნავს, ხო? ვილსონის დროიდან ეს ამას ნიშნავს, რომ ესე იგი ამერიკის make America great again ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში წარმოება დაბრუნდება და თემ სოფლიო გახდება ამერიკის პროდუქციის ბაზარი, როგორც ეს იყო ჩვენ ბავშვობაში, ხო? ყველას ხო გვახსოვს ეგ როგორ იყო, ხო? Made in America. ვეძებდით იმებს რა, ესე იგი რაღაც ნაწავს, რომელსაც ეწერა Made in America და ეს იყო ძალიან მაგარი ამბავი რა, ამას თუ შევიდე, ყველა კარგი იყო, მაგრამ ნუ აღარ არის ეგ რა, Made in America ფაქტობრივად ეხლა დღეს აღარ არსებობს არანაირად რა. ხო და აი ამ ფონზე ეხლა გადავიდეთ იმაზე, საქართველოს სად არის აქ რა. ძალიან ბევრი შემთხვევა და მე გამიგია ძალიან ბევრი შემთხვევა, ესე ყოფილი დიპლომატები, განსაკუთრებით მოხუცი დიპლომატები, გადავასახებებ გვარს, იმიტომ რომ ნუ ესეთია რა. დასაჭიროა ხო მოხუცებს ეჩხუბო, არა უწევთ, დადიან სადღაც იმეებზე, ლექციებზე და ესე იგი ძალიან ესე იგი აქტუალურობით ყვებიან, ესე იგი როგორი პატარა ინტერესი აქვს ამერიკას საქართველოსთან. ჩვეულებრივად კგბ-ს დანაბარები რა, ისევ აგრძელებენ ამას რა. შემოხვდნენ განსაკუთრებულ მიტინგებზე, ახალგაზრდები შემოხვდნენ და მომიყვნენ ამის შესახებ, იქ სადღაც მივიდნენ ლექციაზე, იყო ეს რაღაცა ესეთი ესე იგი რა ქვია მას დიპლომატის გარეგნობის მოხუცი ადამიანი, რომელსაც ყვებოდა. სისულელეა ეს არა, ეს არის ჩვეულებრივი კგბ-ს დავალება, ეს არის ისევ აი გლობალური კორუფციის პარტიის ნათქვამი, რომ საქართველოს რა არაფერი არ არის და საქართველოს ეხლა რანაირად რა რანაირად შეიძლება ამერიკის ინტერესები იჯდეს, მაგრამ საქართველოს იმდენად ის ამერიკის ინტერესებში, რომ აქ არ იყოს არც რუსეთის და არც ჩინეთის ინტერესი. ეს დაადასტურა სირიაში ამ ბოლოს მოხდარმა ამბებმა. რა მოხდა სირიაში, ხო? დღესაც არ უნდა ხდებოდეს, რაც მოხდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს სხვა რაღაცა ხდება. ცოტა გართულდა სიტუაცია, მაგრამ ეგ დარეგულირდება, მაგრამ რა მოხდა, ხო? ესე იგი ისრაელმა, თურქეთმა და აჯანყებულებმა და ამერიკის შეერთებულ შტატებმა ერთად მოახერხეს იმის ასადის გაგდება ქვეყნიდან, რომელიც იყო აი ერთ-ერთი ისა წინააღმდეგობა ამ თავისუფალ ვაჭრობაზე, იმიტომ რა იყო, რატო იყო, ესე იგი ის არის ახლა ტრამპმა კითხვა, ყველაფერი ტრამპი რასაც ამბობს, რა თქმა უნდა ჭკვიანობა არ არის რა, ხანესიამობს და ძირითადად ამბობს იმას, რაც სიამოვნებს მის ამორჩევას. ტრამპმა რა თქვა, რომ ისო რა უნდა პუტინს იმაშიო რა, ესე იგი სირიაში თამაშობდა, არ თამაშობდა. პუტინი სირიაში იყო მხოლოდ იმის გამო, რომ შეეზღუდა ესე იგი სირია თურქეთის გასადენი ევროპაში, რომელიც მთლიანად ანაცვლებდა, მთლიანად ჩაანაცვლებდა რუსეთის გასადენს. ეს იყო რა მთელი მიზეზი ეს იყო და ეს ახლა ადრესა აქვს ტრამპს ნათქვამი თავის პრეზიდენტობის პერიოდში, რომ ახლა დიდ ბიჭებს თუ უნდათ ქუჩაში თამაში, ითამაშონ რა. შეიძლება ტრამპს ეს მაინც არ სიამოვნებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს მაინც კონკურენტია ამერიკული გაზის გაყიდვის, მაგრამ ნუ ისე იზრდება გაზზე მოთხოვნები, რომ ეს არ მგონი ამერიკელი წარმოებლებში შეაშფოთოთ. მაგრამ მთელი ამბავი ეგ არის რა. ანუ დღეს არის მსოფლიოს დაპირისპირება გლობალურ კორუფციასა და თავისუფალ ბაზარს შორის. ეს არის მთელი ამბავი რა. ტრამპი არის თავისუფალი ბაზარი, რომელიც ამბობს, რომ make America great again, პუტინი, ბაიდენი, ასადი, ავით კიდე ყველა რა მოყვეთ ირანი, ჩინეთი, ხო ეს ყველაფერი არის ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ რომელიც ფიქრობს, რომ გლობალური კორუფცია, ესეც არის რა, გლობალური კორუფცია არის მათი ემისი. და ლოფლებს თავარი საფუძველი. აი საქართველოს აქ არის რა, ეხლა ძალიან მარტივია, შემიძლია საქართველოს საერთოდ აღარ ვილაპარაკო, ხო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც უჭირავს სერიოზული წილი შავი ზღვის იმისი აღმოსავლეთ სანაპიროზე და შესაბამისად ვაჭრობაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ანუ საქართველოს გარეშე ძალიან გაჭირდება. ამ ყველაფერს კი მოხდება რა თქმა უნდა, ხო აქ რაღაცა მოხდა, ხო, ნუ შეძლებელია საქართველოს გარეშე, მაგრამ საქართველოსი ეს არის ძალიან ადვილი ეს გააკეთო და აღმოსავლეთში მით უმეტეს მას მერე თუ მართლა შეიქმნება ქურთების დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ლაპარაკი ამაზე რომ მართლა შეიქმნება ქურთების დამოუკიდებელი რესპუბლიკა სირიის და ერაყის ტერიტორიის ნაწილზე, მაშინ მით უმეტეს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კეთება ძალიან სერიოზული ხალხი, ხო, სირია
ისა ქურთების და ისრაელის, სირია, ქურთების დამოუკიდებელი რესპუბლიკა, საქართველო, ესე იგი დაამნიშნულოვანი და თავკე თურქეთი, რა თქმა უნდა, მაგრამ დაამნიშნულოვანი ადგილი იმისათვის, რომ აღმოსავლეთში იყოს სტაბილურობა. აი ეს არის სინამდვილეში საქართველოს დღევანდელი სურათი და აი ამ გლობალურ კონტექსტში საქართველო როგორ განიხილება. უმეტესობა აქტორები, რომელიც ამაში მონაწილეობენ, შეიძლება ისინი ამის აზრით არ არიან რა, სინამდვილეში. და ისინი შეიძლება თვითონ ფიქრობენ აი ალბათ ცივილიზაციის დაპირისპირებებით რაღაცები, აი ამ ტერმინებმა ის სინამდვილეში არ მუშაობს რა. ადამიანი შეიძლება იყოს სადღაც ესე იგი რომელიღაცა იმაში რა ქვია, თეთრი სახლის კაბინეტში ისდეს იყოს რესპუბლიკელი და ფიქრობდეს, რომ ეს არის ცივილიზაციების დაპირისპირება. იფიქროს, არ აქვს მნიშვნელობა, თავი როგორ მოიქცევა. აი ეს არის ის თქმაც მინდოდა დღეს თქვენთვის.